ათასწელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე. ათასწელს იღორა ფათსეულმა სულმა. ჩემს სიღმაწვილეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამო საგრამბოლდენ ცხეთაში კონსტანტინე არსაკიძის დედაო გაყვებული. მან დილიან მხოლოდ დიას მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შაშანას ნახეთ ძველ სასაფლაოზე ცხეთაში. წლეულსაც მიმაკითხე, აგრე მითხე მშენებლობაზე წაიღეს სადღაც. მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკერული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში. კონსტანტინე გამსახურდია მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი შემოქმედება არა მხოლოდ ეროვნული კულტურის საგანძურს წარმოადგენს, არამედ მან მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეშიც გაიბწყინა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცენზურის ორგანოები ყველანაირად აფერხებდნენ მისი ნაწარმოებების თარგმნას უცხო ენებზე, ხოლო ნებადართულ თარგმანებს ასახიჩრებდნენ, კვეცდნენ და ცვლიდნენ. ეს ასე ხდებოდა უპირველეს ყოვლისა რუსულ თარგმანებში. კონსტანტინე გამსახურდია იყო მწერალი, რომელმაც ქართულ სიტყვას ახალი სიღრმე, ფილოსოფიული დატვირთვა და მხატვრული მასშტაბი შესძინა. მის ნაწარმოებებში ერთიანდება ისტორია, ეროვნული სული, ადამიანური ყოფიერების ტრაგიზმი, თავისუფლების იდეა და კულტურული თვითშეგნება. კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს სოფელ ძველაბაშაში. მან განათლება მიიღო საქართველოში, შემდეგ კი ევროპაში, გერმანიაში სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას. ევროპულმა კულტურამ, ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა და კლასიკურმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება გამოირჩევა როგორც ეროვნული, ისე ევროპული ინტელექტუალური სივრცის სინთეზით. მწერლის ცხოვრების გზა რთული და წინააღმდეგობით სავსე იყო. საბჭოთა ეპოქაში მას ხშირად უხდებოდა იდეოლოგიურ წნეხთან გამკლავება, თუმცა მიუხედავად ამისა, მან შეძლო საკუთარი მხატვრული სამყაროს შენარჩუნება. მისი ნაწარმოებები დღესაც აღიქმება როგორც სულიერი წინააღმდეგობის, ეროვნული ღირსების და კულტურული თვითყოფადობის დაცვის მაგალითი. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება მრავალფეროვანია. იგი წერდა რომანებს, მოთხრობებს, ესეებსა და პუბლიცისტურ წერილებს. იგი ყველაზე დიდხანს იდგა მწერლის ტრიბუნასთან. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ რომანებს: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, დიდოსტატის მარჯვენა, ვაზის ყვავილობა და დავით აღმაშენებელს. თითოეული მათგანი განსხვავებული თემატიკით და მხატვრული სტილით გამოირჩევა. თუმცა ყველა მათგანში იგრძნობა ავტორის განსაკუთრებული დამოკიდებულება ადამიანის ბედის, სამშობლოსა და ისტორიის მიმართ. დიდოსტატის მარჯვენა ქართული ისტორიული რომანის მწვერვალად ითვლება. თუმცა არსებობს საკმაოდ ანგარიშგასწევი მოსაზრება, რომ იგი მარტო ისტორიული რომანი არ არის, ეს თანამედროვე რეალობების ამსახველი ნაწარმოებიცაა. ამ ნაწარმოებში ავტორი აღწერს მეფე გიორგი პირველის ეპოქას და სვეტიცხოვლის ტაძრის ხუროთმოძღვრის კონსტანტინე არსაკიძის ტრაგიკულ ბედს. რომანი მხოლოდ ისტორიული ამბავი არ არის, იგი ადამიანის თავისუფლების, შემოქმედების ტკივილის და ძალაუფლების ცისასტიკის პარალელურად მმართველის დილემის ღრმა ფილოსოფიურ გააზრებას წარმოადგენს. არსაკიძე ხელოვანია, რომელიც ქმნის მარადიულ ღირებულებებს. იგი თაყვანისმცემელია სილამაზის იდეალისა და მიიჩნევს, რომ მისი მსახურება თუ კი გსურს, იგი შედეგიანი იყოს, გულის სისხლს მოითხოვს. წინააღმდეგობრივი სახეა გიორგი მეფე, რომლის უდიდესი დამსახურებაცაა ამ დიდებული ტაძრის აღმართვა. იგი ერთადერთი მეფეა თავისი ეპოქისა, ვინც გაბედადა ბიზანტიური იმპერიის დომინაციას დაუპირისპირდა. მეფეს ასევე აქვს თავისი სიმართლე, რაც მის აღსარება ანდერძში გამოჩნდება ყველაზე უკეთ. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტეტრალოგია დავით აღმაშენებელს, რომელსაც მწერალი 25 წელიწადს წერდა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ქართველი მეფის მონუმენტური სახე. ავტორმა დავით მეოთხე არა მხოლოდ ძლიერი მმართველის, არამედ სულიერი და კულტურული რეფორმატორის, ეროვნული გმირის და თავდადებული მოღვაწის სახით წარმოაჩინა. კონსტანტინესეული პროზა გამოირჩევა განსაკუთრებული ენითა და სტილით. მისი ტექსტები დიდარი და ნამდვილ ქართული, ძველი დროის ტექსტებიდან გაცოცხლებული სიტყვებით, სიმბოლოებით და მითოპოეტური სახეებით გამოირჩევა. იგი ქმნიდა მუსიკალურ, ემოციურ და ამაღლებულ ენას.
რომელიც კითხვაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. სწორედ ამიტომ მისი ნაწარმოების კითხვა მხოლოდ სიუჟეტის გაცნობა არ არის, ეს არის ესთეტიკური და სულიერი გამოცდილება იმავდროულად. მწერლის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის შინაგან სამყაროს. მისი გმირები ხშირად დგანან მორალური არჩევანის წინაშე, ებრძვიან საკუთარ ვნებებს, ძალაუფლების სიყვარულს და ბედისწერას. ამ თვალსაზრისით მისი ნაწარმოებები თანამედროვე მკითხველისთვისაც აქტუალურია, რადგან ადამიანის სულიერი პრობლემები დროში არ იცვლება. კონსტანტინე გამსახურდიას მნიშვნელობა თანამედროვე ლიტერატურაში განსაკუთრებულია. მან ქართულ პროზას მისცა ევროპული მასშტაბი და დაანახვა მსოფლიოს, რომ ქართულ კულტურას შეუძლია უნივერსალური ღირებულებების შექმნა. თანამედროვე ქართველი მწერლები ხშირად მისგან სწავლობენ ისტორიის მხატვრულ გააზრებას, ენის ძალას და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალიზაცია ხშირად ასუსტებს ეროვნულ კულტურის მნიშვნელობას, გამსახურდიას შემოქმედება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მისი ხმა, ადამიანურობის ხმა დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ჩაძირულია რესურსების ხელში ჩაგდებისა და დომინაციის არეალის გაზრდისთვის წარმოებულ ბრძოლებში. იგი გვახსენებს, რომ ერის სული მის ისტორიაში, ენასა და კულტურაში ცხოვრობს. მისი ნაწარმოებები ასწავლის მომავალ თაობებს, სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების ფასს, კულტურის პატივისცემას და სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობას. კონსტანტინე გამსახურდია იყო მწერალი, რომელმაც ქართულ ლიტერატურას მსოფლიო მნიშვნელობა შესძინა. მისი შემოქმედება დღესაც ცოცხალია, რადგან მასში აღწერილი თემები, სიყვარული, ძალაუფლება, თავისუფლება, სამშობლო და ადამიანის სულიერი ძიება მარადიულია. როგორც მწერალი კონსტანტინე გამსახურდია აღმოცენდა იქ, სადაც არსებობდა ილიას, აკაკის, ალექსანდრე ყაზბეგის და ვასილ ბარნოვის პროზაული ქმნილებების ტრადიციები. თავისი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებაში კონსტანტინე წერდა: მე არც ერთი უცხოელი მწერლის ლიტერატურული სატელიტი არ ყოფილვარ. იმ დასავლურ კულტურას თავად ვეზიარე განსწავლულობის შამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე დასავლეთის მწერლის პირდაპირი გავლენა განმეცადოს. მე იმ საერთო ლიტერატურულ ატმოსფეროში ვტრიალებდი, სადაც ამ მისტიკოსების აკვანი დაირწა. სიჭაბუკეში დიახაც ბევრი მისვამს შპრეს, სენას, მოსკვარეკას, ტიბრისა და ტემზის წყალი, მაგრამ ყველაზე მეტად მიმირთმევია მტკვრისა და არაგვის. ნაციონალური მწერლობა იქ იწყება, სადაც უცხოთა ზეგავლენა დაძლეულია. იგი არამხოლოდ წარსულის დიდი მწერალია, არამედ თანამედროვე და მომავალი თაობების მასწავლებელიცაა. ამიტომ კონსტანტინე გამსახურდიას მემკვიდრეობა საქართველოს კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საფუძვლად რჩება. მისი წიგნები მომავალშიც შთააგონებს ადამიანებს, შეახსენებს საკუთარ ფესვებს და დააფიქრებს იმაზე, თუ რა ძალა აქვს სიტყვას, ისტორიასა და ადამიანის სულს.